როგორი გამოპრანჭულია ჩემი გოგო. მოქარგული, მზად არის სკოლაში წასასვლელად. ხო? შენ? მოუსვენარო. დილამში დოში. მიუკო. როგორ ახარ გოგო, როგორ? მიუკოს გარეთ აქ თავისი თებში, სადაც წყალსაც უსხამ და საჭმასაც უყრი. ორგანყოფილებიანი რო არის და ეხა შემოვიდა სახლში და დამსდევ და წინ დავუკან. დანისაუზმეს რო ამზადებდი, შვილის პაპა გაუკეთე და ცოტა რძე დავუსხი და პური ჩაუყარე ცოტა პურის გული უფრო სწორედ და გარეთ თავისი კატის საჭმელი აქვს და ის არ ჭამოდა, ამას ჭამს. წამოუარა დღეს, სხვანაირი ხასიათია გაღვიძებული. გოგო, მიუ. ბატონო. გშია? მართლა? ხო და გაგიმზად. ძალიან გვიყვარს ჩვენ მიუ. მიუხედავად იმისა, რომ მე საშინელი ალერგია მაქვს. ჩემი ლამაზი გოგო. მიუ, რა ლამაზი ხარ გოგო? გავთიშებ? თუ გავთიშავ? ჩემი ლამაზი გოგო, პრინცესა, ადაკი დამენახე როგორ გამოიპრანჭე შენ. ტანსაცმელები რა თქმა უნდა თავისი არჩეული, თავის ფეხსაცვლიან, რეიტუზიან, კაბიან, ყველაფრიანად. დედიკომ როგორი სივრცე მოგიწყო აქ? ჰა? ეს ფეხსაცმელების თარო ვიყიდე გორგიაში, რომელსაც ჰქონდა ფასდაკლება და გადავწყვიტე რომ გამოვიყენო ესე სათამაშოების, ბარათების, სხვადასხვა კალათების და ამბების დასაწყობად, იმიტომ რომ არა გვაქვს გათვლილი წყალტუბოში ამდენი სათამაშოების ადგილი, როგორც იმაში გქონდა ათენში. ხო, დანი? მაჩვენე როგორი სკამი გიყიდა კიდე დედიკომ იკეას ტაბურეტის სკამი უყიდა კიდე გორგიაში 50 ლარი ღირდა და ფასდაკლებით მოუწია 20 ლარი. 50 ლარად კი იცით, ჩემი ამბავი, მე არ ვუყიდიდი ახლა მას. აი, ორივეს დაიკუებს, ორივეს აქვთ. და 50 ლარად გამომივიდა, მე მგონი ამ ორი სკამის და იმ თაროს ყიდვა ერთად. ყოდე? ჩემო პრინცესა. ევეკო გავამგზავრეთ სკოლაში, გავამგზავრეთ. აქვე აყურისძირში. გავუშვით სკოლაში. დანიმ ცოტა ისაუზმა, მაგრამ ისი არა, როგორც მე მინდოდა რომ ესაუზმა. ხო და ეხა დავალაგებ ამათ ოთახს, ესეც სივრცე გავუკეთე. მისაღებში, სადაც ტელევიზორი გვაქვს. ესეთი ის მიურო ჭამდა. უნდა ავიღო. არ შეჭამა ბოლომდე. სტიჩი? ესეთი სივრცეა ქალბატონებს სათამაშო. დანიელა ჭამდა ტყლაპს. და ესე მოხია ნაწილი დადო თეფრზე და მოიტანა ეველიკუნას სამეცადინო მაგიდაზე დადო, რომ ბატონო დედა. დედა ფეხს ისინი აწვია ბატინკები დედა სკოლაში სანამ დავიწყებოდა ჩუსტებით ხარ წავიდოდა. უბრალოდ დავიწყე, კაი. ხო და ესე დაუდევს აქ ეველიკუნას საჭრმაგიდასთან ევეკო რომ მოვაო სკოლიდანო ტყლაპი დახვდებაო. რა საყვარელი ხარ დე, რა არის დედმამიშვილობა. დედიკო ალაგებს დანიკო? დანიკო რა შევა? დანიკო თამაშობს, მოდი აქ ნახე როგორ მოეწყო. შენი სამზარეულოს ნივთები ამოიღე? დე. ამათი ფეხსაცმელები გადავარჩიე ხა. აი მე აღარ სუნთქა უკვე ისე და 1-40 წუთში წავალ ფრჩხილებზე როგორც იქნა, იმიტომ რომ გასაკეთებელი მაქვს. საკმაოდ. მანამდე ვერ ნახე თავისუფალი ადგილი. გამიღიმე ერთი გოგო. გამიღიმე გოგო ერთი, გამიღიმე. რა საჭმელი გაუკეთე დე? რა საჭმელი გაუკე? მაკარონი? რითი დედა? რითი გაუკეთე დე?
მარტო მაკარონს? არა, მერე ფასტა მერე შურეაში. აჰა, კარგი. კარგი. როგორ ხართ, როგორ? მე ისევ ახალი თმისფერით მოგევლინეთ. არ ვიცი ახლა რამდენად ჩანს. ხო და იმედია არ გავმელოტდები. ინსტაგრამზე ვისაც ყავარ გამოწერილი, იმათმა რა თქმა უნდა წინასწარ იციან, ვაიმე და წინასწარ იციან ეს ინფორმაცია, რადგან ინსტაგრამზე ფაქტიურად ეგრევე ვდებ სტორებს და YouTube-ზე ცოტა აგვიანდება მე მაპატიეთ. ხო და ესეთი ამბებია. შევიღება ისევ თმა. თლად ისეთი არ არის, როგორიც მინდა, მაგრამ იმას ჯობია, იმიტომ რომ ის შეღებილი თმა რო გადავიწიე უგან, კი ვიყავი მელოდი ქალივით და ხა ცოტა სხვანაირად ამ მანქანაში არ ჩანს კიდე იმდენად. როგორც იქნა დავჯავშნე ვიზიტი ფრჩხილებზე და მივდივარ ახლა. ვფიქრობდი ისე დროზე მოვილევ ჩემს საქმეებს თქო და რადგან ჩემს სახლთან ასე თუ ისე ახლოს არის ხელის კრემის ასმოწამე დამავწყდა. მეთქი ფეხით ჩავისეირნებ თქო, მაგრამ ისე მოხდა, რომ ძალიან ბევრი საქმე მქონდა გასაკეთებელი სახლში და მანდა მაინც პირველს რო დააკლდა 5 წუთი მაშინ გამოვედი სახლიდან, ხო და წავედით ახლა ჩემი თავი დავაჯილდობ შილაკით. ესე გამოვიყურები რა. ჭრელა. გავიკეთებ ჭხილები. ახლა მივდივარ სახლისაკენ, ევეკო უკვე მისული იქნება სახლში. ცოტას ვამეცადინებ და მერე ცეკვაში წავიყვან. ჭხილებს რაც შეეხება ცოტა ისე არა მაქვს, როგორც მინდოდა. არა უშავს. რამდენი ხანი ველოდებოდი როგორც ჭხილები გამეკეთებინა და ცოტა გულდასაწყვეტი არის, რომ ისე არ გამოიყურება როგორც მინდოდა. მაგრამ არა უშავს. რა ვქნას, ხდება ხოლმე. ხო? მაგისთვის არ გავიბუჯოთ ხასიათი. ესე გამოიყურება ჩემი ჭხილები. ეხლა ნახეთ განსხვავება. აი თუ ნახავთ განსხვავებას დამიწერეთ. ხო არის განსხვავება. არის. არა უშავს. აი მე სარეცხი მაქვს ჩამოსახსნელი ზემოთ, აი მას. წავედით სახლში. მოზილოთ ცომი. და კიდე ევეკო ვამეცადინებ და მოვამზადოთ ცეკვისთვის. ხო და ამ ჩემი ჭრელა თითებით მერე მივამაგრებ სადმე როგორ მინდოდა ფრჩხილები. ავდგები ახლა გავაკეთებ ფუნთუშებს, ხაში უკვე გავამზადე და ან რეცეპტს დაგიტოვებთ, ან ლინკს დაგიტოვებთ, რომლის მიხედვითაც ვაკეთებ დღევანდელ ცომი მოვზილე, დავტოვებ ახლა ამას ამოსაფუებლად და მანამდე წავალ ევეკოს წავიყვან ცეკვაში მე და და. სად მოყვები? მიუ. ცეკვაში. მართლა. რა? არ ვიცი რა სუზენ შენ კატარს. რომელმა მასწავლებელმა და? რატო? ნაციას მე მგონი ალერგია კატებს. მიუ. არაო. მიუ. ჩემი მანქანაო. ვაიმე მართლა? მიუ არიზამდა მაგას. ხარე. ცოტა. წავედით თვარე დაგვაგვიანდება, საოცარი ამინდი გვაქვს. საოცარი, აი გაზაფხული გეგონება. ეს ქალბატონი, წადი გოგო დამენახე. დატრიალდი. მოვდივარ, მაჩვენ ერთი წუთი რა გაცვია. რა ლამაზი გოგო ხარ.
საოცრება. ესეც ჩემი ამოფუმფულებული ცომი. როგორ ამოფუვდა. წავიდე ხა? გავამზადო. და მერე გამოვაცხო. აი, როგორი საოცარი ცომი გამოვიდა. სასწაულია. საოცრად ფაფუკი და საოცარი სურნელი აქვს. ამოვაგუნდავე ჩვენი ფუნთუშებისთვის ცომი, ესე. ხო და ეხლა გაჩვენებთ როგორ ფორმას გავაკეთებ. ესეთი ფორმის გამოვიდა. ნაწილი არის დარიჩინით და შაქრით და ნაწილი არის ვანილით და შაქრით. და შევაბრძანებ ახლა ღუმელს და ვნახოთ როგორი გამოცხება. და დაჭყანულები კი არის, მაგრამ არა უშავს. აი რა დარჩა ფუნთუშებიდან. ფაფუ დანარჩენი შეჭამეს. ძალიან გემრიელი გამოვიდა. ლინკს დავტოვებ აღწერაში, ვისი რეცეპტითაც გავაკეთე. ინსტაგრამზე უდევს ერთ-ერთ უსაყვარლეს გოგოს, რომელიც ძალიან ბევრ გემრიელობებს აკეთებს და გადადით და ნახეთ რეცეპტი. არის უგემრიელესი. 2 პორცია გავაკეთე და 2 პორციიდან დაახლოებით იყო 30 ცალი. ხო, 32 ცალი. ამდენი დარჩა. ჩემი ძმა, დედა, ჩემი მამა, ჩემი ბავშვები, მე და მოკლედ შემოგვეხრამუნა. აქედან დაგემშვიდობებით, ახლა მშვიდობიან ღამეს გისურვებთ და შევხვდებით მომავალ ვლოგში. დროებით.